დღეს სტუდიაში ბავშვობიდან დამოუკიდებელი და უნივერსალური ადამიანი მეწვევა. მან კარგად იცის შრომის ფასი და საკმაოდ მდიდარი სამუშაო გამოცდილებაც გააჩნია. რადიო დიჯეი, ოპერატორი, მსახიობი და ჩვენი ქალაქის მეზობეც კი. კოლორიტი ბაბუისგან გადმოცემული ნიჭი მან საკუთარი პერსონაჟების შექმნისას ბრწყინვალედ გამოიყენა. კომედი შოუს მსახიობი, უნიჭიერესი ვახო ბიჭიკაშვილი. სალამი ვახო. სალამი, სალამ. როგორ ხარ? დიდი მადლობა რომ ესე მომიწვიეთ და ესეთი ახალი სავარძლები. შენ მადლობა რა კაი ფეხი გქონია, მოხედავ რა კარგი. დამიძახეთ დეკორაციასაც შევცვლი, რა ვიცი ყველა. შენ გენაცვალე აუცილებლად და რა კარგია რომ შეამჩნი ახალი სავარძლები, მეც ისე კარგად დავჯექი, ამიტომაც გეტყვით რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ავეჯის სახლი ნიტა. ავეჯის სახლი ნიტა ადგილი სადაც ირჩევენ მხოლოდ საუკეთესოს. ჩვენ გადავავლეთ თვალი შენ საინტერესო ცხოვრებას ჩემო ვახო და აი ესეთი თემები ავარჩიეთ, თემები ეკრანზე. ვარდის ქორწილი. კოლორიტი პაპა. გლდანი FM. კასპელი ზაურა. ამის გარეშე არ იქნებოდა ვახო. უნივერსალური ადამიანი. აბა თუ ვიცი, ჩვენი თამაშის წესი შენ ახლა უნდა დააჭირო ღილაკს ხელი და ვნახოთ რომელი თემა ამოვარდება. კი ბატონო. ვახოს პაპა, როგორც ქართველები ამბობენ პაპა, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი და თბილისის კოლორიტი გახლდათ. სწორედ მან შეაყვარა მუსიკა და ხელოვნება პატარა ვახოს. რა ინსტრუმენტზე უკრავდა პაპა? პაპა უკრავდა დოლზე. და ნუ პაპა იყო ერთ-ერთი მემატიანე იმ პერიოდის ასეთი აშრული სიმღერების შეიძლება ითქვას და ძალიან ბევრ საღამოში, ისო დუდუკების საღამო, ეს იყო გრიშა ქსოვლის საღამო, მიძღვნილი საღამოები და ის ადამიანები, ვინც მონაწილეობდნენ, ძალიან ხშირად აფიშებიც კი მაქვს ნანახი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში და ესეთი კაცი იყო. რა ერქვა პაპას? პაპას ერქვა ვახტანგ ბიჭიკაშვილი. შენ პაპას სახელი გაქვს. მაგრამ საზოგადოება და ის ზუსტად ის კოლორიტის ნიშა რაც ახსენეია არის ის რომ იცნობდა საზოგადოება ვიგენტით. ვიგენტი. კი ბატონო. ესე ეფერებოდნენ და ესე ყორულებოდნენ. ხშირად ხდებოდა ჩვენს ოჯახში კეიფებიც, ბევრი საინტერესო ადამიანიც, მეც ხელოვნებასთან მქონდა შეხებაც. ცხოვრობდი ძირითადად მაშინ გლდანში. გლდანში. ნახალოვკაში იყო, გვიწევდა ყოფნა ასევე სოფელშიც, სადაც კასპის რაიონში, სადაც იყო პაპა, იქ ხდებოდა ყველგან იყო. გოკეიფე კაცი იყო უყურე. კი, რა თქმა უნდა, ბოლომდე. ამბობენ პაპას საოცარი იუმორის გრძნობა ქონია. შენ მისგან გაქვს ეს ნიჭი? ვფიქრობ რომ მისგან მაქვს ბევრი რამ მაქვს მისგან თვისებებიც ცხოვრებაშიც რაღაცა ცხოვრობ ისე რაღაცნაირად რომ ვცდილობ რომ მისი გზა რომელიც მხდება ყოველთვის დღესაც და მეუბნებიან რომ სიამაყით რომ მე მისი შვილიშვილი ვარ ძალიან მიხარია და მინდა რომ ეს ყველაფერი კარგად გავიარო მოკლედ. გაიარო. შენი პაპა შარშან გარდაიცვალა. ამ ზაფხულს. მისგან დიაბეტი ჰქონდა პაპას და მისი რეჟიმიდან გამომდინარე, ცხოვრების რითმიდან გამომდინარე 65 წლამდე იცხოვრა ესე, მაგრამ 74 წლის ასაკში ისე მოუწიეთ 10 წელი ჩაწოლილი იყო და 65-დან 74-მდე ჩაწოლილი. დიახ. და ისე მოხდა რომ ყოველთვის ჰქონდა იმის იმედი რომ აი წამოდგებოდა კლავაც იმღერებდა თავის საყვარელ სიმღერებს, სულ თავაზობდა რაღაც ვერსიებს, ნახა მე და ნიკას დუეტი, მაგაზე ვისაუბრეთ რა თქვა ნიკა. ძალიან მოწონდა, ძალიან ხომაგობდა და პირველ რიგში თავაზობდა რაღაც ძველ სიმღერებს, რომ ძალიან დიდი მემატიანე იყო მართლა, რომ ბევრ ადამიანს უთქვამს მუსიკოს და ამწყებს მაგ ჟანრის მუსიკოს, რომ ასეო დიდი რეული აქვს და ნაჩუქარი. შემონახული ქონდა ზეპირად. კი ბატონო. ზეპირად ეს სიმღერა. თვითონაც წერდა რაღაც ტექსტებს სიმღერებს. ეს ძალიან დიდი ამბავია. ბავშვობაში რა სპექტაკლი დაგიდგა პაპამ? პაემანი ესე ერქვა ამ სპექტაკლს, რაღაცა მუსიკალური ნომრის თანხლებით, ვასრულებდი პაემას, თითქოს ველოდებოდი პარტნიორს და რაღაცა ეს ხელზე მქონდა ეს ძეწვი, ცეპი, რომელსაც ვატრიალებ ამ მოლოდინის რეჟიმში. ანუ სკეჩი იყო? რაღაცა პატარა სკეჩივით, რომელიც მუსიკალური იმაზე ვითარდებოდა ეწიუდივით, ესე? ეწიუდივით. ესე ვთქვათ, მე მოქმედებდი, ერთი მოქმედი პირი ყავდა, მეორე არ ჩანდა, რა თქმა უნდა და მუსიკა. შენი უმცროსი და ნატ არის მსახიობი, მაგრამ ისეც გავიგე, რომ ბავშვობაში ფეხბურთელობა უნდოდა.
კი, ძალიან უნდა ესეთი ლოგო იყო რაღაცა, სულ უყვარდა ფეხბურთის თამაში და სულ უწევდა ჩვენთან ერთად ეხლა ჩემი თაობის მეგობრები თამაშობდით იმ დროს 90-იან წლებში ეზოში ფეხბურთს ჩვეულებრივად, ამ თაობის 4 წლით პატარაა ჩემს და ამ თაობის ბავშვები ფაქტიურად ჩვენზე იყვნენ მოწებები. გოგოებიან, ბიჭებიანად ყველას უწევდა ფეხბურთის თამაში. ძალიან კარგი. ნატაც იყო ესეთი მოყვარული, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა და სულ ეს ეხვეწებოდა ხოლმე, რომ დედა გეხვეწები, ბუცები მიყიდე და ესეთი გოგოსგან განსხვავებული სურვილები ჰქონდა ხოლმე. ხო და პირველი 300 ლარიანი კითხვის სწორი პასუხი სწორედ ნატამ იცის. მოდი ვნახოთ კითხვა. შენ სოფო, შენი მეუღლე და ნატა ერთად იმყოფებოდით სტამბოლში. გახსოვს თუ არა, რა სიტყვები წარმოთქვა შენმა დამ ჩილიმ ბარში, რამაც ძალიან გაგაკვირვა? კი, მახსოვს. გაგაოცა. გამაოცა. იმიტომ რომ ჩემი დისგან არ მოველოდებოდი ამას. ნამდვილად ვიცი ეს. ფეჩი ხარ შეჩემო. აი ზე ეწეოდი? ხო, აი ეს ძალიან ბევრი ჩავიგროვე და ძალიან ბევრი ერთად გამოუში და ჩემი დისგან რაღაცა მოულოდნელი იყო. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. რა იყო შეჩემა? ფეჩი ხარ? აბსოლუტურად სწორი პასუხია. სწორად მახსოვს. ფეჩი ხომ არა ხარ შეჩემა უთქვამ შენ და შენთვის. კარგი. დააჭირე ღილაკს ხელი ვნახოთ შემდეგი თემა რა ამოვარდება. გლდანი FM. ვახო გლდანში მეორე მიკრორაიონის 25 კორპუსში იზრდებოდა. ჩვეულებრივი ბავშვი იყო თავის სიცოცხლეებით, ჩატალობით, თუმცა პაპისგან მემკვიდრეობით გადმოსულმა ხელოვნების სიყვარულმა მაინც იჩინა თავი და პიონერთა სასახლემდე ყველასათვის საყვარელ გრიშა მასწავლებლამდე მიიყვანა. კი ბატონო. გახსოვს რამდენი წლის იყავი? ვიყავი დაახლოებით ალბათ მე-5 მიგიყვანეს პიონერთ ფილმში ბატონ გრიშას. კი ბატონო. მეც მიმიყვანეს, ოღონდ არა გრიშა მასწავლებელთა პატარა რო ვიყავი და მე არ მიმიღეს სამსახიობო წრეში პიონერთა სასახლეში. იცი რა მხოლოდ რა მომიღე? ხო და მე სამსახიობო წრეში რო არ მიწევდა, მე უფრო კამერასთან ურთიერთობა. ფილმები უნდა შეგვექმნა, მულტფილმები. შენ როგორც მსახიობი ისე არ მიცუხარ. არა, როგორც მსახიობი არა. რა საინტერესოა. რა შეგმატა იქ გატარებულმა წლებმა? რა ისწავლე? კი, შემატა ფაქტიურად აქედან დავიწყე მე ყველაფერი ამ ჩემი საქმისადმი სიყვარული დღეს რასაც ვაკეთებ, რასაც წარმოვადგენ, ყველაფერი ალბათ თითქმის დამსახურება იმ ყველაფრის სიყვარულისა, რამაც იცი გრიშა მასწავლებელი ეგეთი ადამიანი, ეგეთი პიროვნება, რომ გაყვარებს ამ საქმეს. გვიწევდა ხშირად გადაღებებზე სიარული, გვიწევდა ტელევიზიებში სიარული პრაქტიკებზე, რაღაცა კამერასთან შეხება, სიტყვაზე ვთქვათ, ოპერაში მაგალითად საოპერო წარმოდგენების გადაღება, ამ ყველაფრის და ყველაფერთან შეხებამ რაღაცა დიდი სიყვარული გამიჩნდა ტელევიზიის, თეატრის, კინოს და ზოგადად ამ ხელოვნების ამ დარგის მიმართ. ჩვენ შენი საყვარელი მასწავლებელი ჩავწერეთ. Saluto. ეს იყო პირველი სიტყვა, რომელიც ვახო ბიჭიკაშვილმა თქვა სტუდიაში შემოსვლისას და ქუდი მოიხადა და კიდე გაიმეორა. Saluto. Saluto კი არა, მე ვეუბნები, salute. ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჩემთვის ის, რაც ვახომ ითამაშა თოვლის ბაბუას როლი. ძალიან კარგი თოვლის ბაბუა იყო და ეხლაც მახსოვს ტექსტი ასეთი მიხმოვდი და მეც მოვედით გზა გამოლე გზელზე გზელია ბავშვებოდა მერე იწყებოდა ჩირი ვაშლი ჩურჩხელა შოკოლადის ფილა მოგილოცავთ ახალ წელს რა კარგი დილაო ეს თვითონ ამატებდა მოკლედ აი ესეთი საინტერესო ბავშვი იყო და მე ძალიან გამიხარდა რომ კომედი შოუში დავინახე მინდა დავამთავრო იმით, რომ ვახოს მინდა დავაჯილდოვო აი ამ ლამაზი ოქროს მედლით. ვახო ეს ყველას კი არა აქვს. მარტო 250 კაცს აქვს, ისე რომ ერთ-ერთი შენ იქნები. ბატონმა გრიშამ ვერ შეძლო აქ მოსვლა და საჩუქრად გამოგვატანა შენთვის მედალი. ეს მედალი აქვს 250 ბავშვს, რომელმაც დაამთავრა პიონერთ ფილმი და შენ ხარ 251.
დიდი მადლობა გრიშა მასწავლებელო, სიამაყით ვატარებ ამ მედალიონს და მიხარია რომ ვარ 251. აბა რა, 251. როგორ გიხდება მედალი? დამსახურებული მედალოსანი ვახტანგ ბიჭიკაშვილი. კარგი, მოდი ეხა FM-იო, გლდანი FM-ი და ძალიან საინტერესო სათაური არის. საიდან გაჩნდა იდეა, რომ საკუთარ კორპუსში გაგეკეთებინა რადიო? მაუწყებლობა. ეს არის 90-იანი წლები, მაშინ ძალიან ცოტა რადიო მოუწყებლობდა FM სივრცეში და რაღაცა ძალიან ჩვენ ვიყავით დამოკიდებულები ამ რადიოზე. უსმენდით და მოგწონდა ეს კონტენტი, თუ როგორი მაშინ იყო რადიო 105 და რადიო ფორტუნა, ესეთი რადიოები, რომლებიც მოუწყებლობდნენ სხვადასხვა ჟანრში. ჩვენ მოგვეწონა რადიო 105-ის პრინციპი, კონტენტი და გადავწყვეტეთ, რომ მსგავსი რადიო ჩვენც გქონოდა. ოღონდ ჩვენი სახსრებით, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გქონდა იმის საშუალება, რომ FM დიაპაზონი გვეყიდა, გადამცემი გვეყიდა, გავსულიყავი ან მსგავ აპარატურა შეგვეძინა ან რამე, უბრალოდ არსებული ტექნიკით სახში, მაგალითად მუსიკალური ცენტრით და ესეთი მსგავსი ამბებით შევქმნით პატარა რადიო, რომელიც თავიდან ვიყიდეთ შეგროვილი ფულით კაბელი, ესე ვთქვათ, შნურები, რომელიც შევიყვანეთ, ვისაც სურვილი ქონდა სამეზობლოში, ჩვენ სადარბაზოში პირველ რიგში, რომ ქონოდა რადიო, ესე დინამიკი ყენდებოდა ოჯახში და ამ დინამიკის ჩართვის შემთხვევაში მუსიკა ირთვებოდა ყოველთვის. და გადასახდელი იყო თითო მოსახლეს ყოველ თვეში უნდა გადაეხადა 50 თეთრი. ჩვენ ამ 50 თეთრს რო ავიღებდით, არაფერს არ ვაკეთებდით, დიდი ფულიც არ იყო, სულ გამოდიოდა 7 ლარ ნახევარი, მაგრამ ვატრიალებდით ისე ბიზნესში და ვყიდულობდით სხვადასხვა აპარატურას, რაც შეიძლება დაგჭირებოდა რადიოს. და ოფისი სად ქონდათ? ოფისი ქონდა ჩემს ცნობილ ოთახში, იქ მოვაწყეთ, მე ჩემს მეგობარ, იცი რა არის, მე ისე მოვაწყეთ, იმდენი აპარატურა შევიწეთ, ჩვენი ავაწყეთ ჩვენი ძალებით, რომ ერთი სტუდია ჩემს ოთახში იყო, ერთი სტუდია ჩემი მეგობრის ოთახში იყო და ერთი სტუდია კიდევ მესამე ჩემი მეგობრის ოთახში იყო. FM-ზე გასვლა როგორ გამოხდა? FM-ზე ფაქტიურად რადიო ხულიგნობა გამოგვდიოდა, არ ვიცი, ჩემ მეგობრის საოცარი ნიჭით, რომ ადამიანი გიორგი გძელიშვილი, რომელიც აი მთელი ცხოვრება რაღაცი ყველაფერი გამოზდის, ხო, ეგეთი ადამიანები ყველაფერი გამოზდის. კი. ეს არის ადამიანი, რომელიც ხელს ყველაფერი გამოზდის და ერთ-ერთი ცელობითაც არ ვიცი, საიდან გაიგო, საიდან მოიძია. რა? რადიო მიკროფონით, ჩვეულებრივი რადიო მიკროფონით, რომელიც უკავშირდებოდა კარაოკე ტიპის აი ესა ოჯახის ტელევიზორს, აი ამ შემთხვევაში, ამ რადიო მეგობრის რადიო მიკროფონიდან შექმნა გადამცემი, რომელიც დავაყენეთ სახურავზე, 9 სართულიანი კორპუსის სახურავზე და რამოდენიმე კორპუსში მიმდებარე ტერიტორიაზე მოუწყებლობდით რა. და რეკლამები თუ ქონდათ, რითი არსებობდით? კი, რეკლამები ქონდა, მიმდებარე ტერიტორიაზე გითხარით, რომ იჭერდა ეს რადიო და გლდანში მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსთან ახლოს ცხოვრობდით და იყო მაღაზიები, ჩვენი მეგობრის დედის მაღაზია მაგალითად, რომელმაც თავის მაღაზიაში გააკეთა რეკლამა რომელსაც ხოდა სხვადასხვა ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის პროდუქცია, რომელიც დღესაც ბრენდია ეს ბრენდი და იმ ბრენდის პროდუქცია ძალიან სასაცილოდ ჟღერდა ჩვენს რადიოში, რომ გადიოდა და რეკლამების ტექსტს ვინ წერდა შენ? ძირითადად ჩვენ ხო მე და ჩემი ორი მეგობარი ერთად ვსხდებოდით და იცი რას გეტყივა ხო? აი ხა რამდენი წლის წინ იყო ეს ამბავი? დაახლოებით 17-18 წელს. 17-18 წლის შენ ამერიკაში აეგრე რომ დაგეწყო რადიო, დღეს შენ იქნებოდი უდიდესი მაგნატი და გეკნებოდა სტუდიების N რაოდენობა. ჩემი საოცნებო ბიზნესია, ესე რომ ვთქვათ, ეს ბიზნესი მაქვს სასურველი ამ ქვეყანას, როგორი რადიო შეიძლება კონდეს, ძალიან გემოვნებიანი მუსიკითაც, გადაცემების კონტენტითაც და ასე შემდეგ. სიამოვნებით დაგიძახებდი ერთ-ერთი გადაცემის. სიამოვნ წამყვანა, მე მიყვარს, მე მიმუშავია რადიოში, ძალიან კარგი. იცი რატო ვაკარგი? შეგიძლიათ მაკიაჟის გარეშე. კი ბატონო. თმაწე. სხვანაირი ინტიმები. ხო, სხვანაირი ინტიმები. გიждები რადიოს. თუ მექნება მე ამოცნების განხორციელების კი ბატონო, აუცილებლად მოვალ და რადიოს ძალიან აკლია კარგი რადიო პიესები. გიждები რადიო პიესებზე. კარგი, მოდი ვნახოთ ამ თემის 300 ლარიანი კითხვა. კი ბატონო. 2016 წელს შენ იმყოფებოდი ბერლინში Coldplay-ის კონცერტზე. კი ბატონო. გახსოვს თუ არა რა ღირდა ბილეთი? მეგობრებთან ერთად შევიძინეთ ეს ბილეთი, რამოდენ მეგობრები ვიყავით წასულები. და ევროებში გადავიხარ დაახლოებით $84 ევრო ალბათ. აბა მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. 84 და 65 ცენტი. აბსოლუტურად სწორი პასუხი ახლა 65 და 74 მაგი ჯანდაბას ყოჩაღ როგორ დაგიმახსოვრია შენ მოიგე 300 ლარი და შენ ჯამში გაქვს 600 ლარი. რადიო მაგნატო დააჭირე ღილაკს ხელი. რადიო მაგნატი როგორ დააგაი.
ვახო ბიჭიკაშვილს შეუძლია ჯერ ქსოვრელებთან ერთად იქეიფოს და მერე საღამოს ღამის კლუბში წავიდეს და ელექტრონულ მუსიკაზე გაერთოს. ალბათ ამიტომაც მისმა მეგობარმა ნიკა გრიგოლიამ უნივერსალური ადამიანი შეარქვა მას. ასეა. მარტო ნიკა მეძახის ამ უნივერსალურ ადამიანის ჭრილში მარტო ნიკა მომიხსენიებს, იმიტომ რომ სულ იყო გაოცებული, რომ აი რანაირად შეგიძლიაო, რომ იცი რა არის, ჩემთვის არის თავარი სიტუაცია მეგობრები და კარგი გარემო. ატმოსფერო. და მე ასეთ სიტუაციაში ვგზნობ თავს კომფორტულად და ვთვლი რომ აქ ვერთობი, ესე დროს ვერთობი და ეს ქსოვრელებთან ერთად იქნება, რესტორანში იქნება, სადმე საზღვარგარეთ იქნება მოგზაურობის დროს თუ. მაგრამ შენთვის უფრო ახლოს ქსოვრელებია თუ ელექტრონული მუსიკა? იცი რა, უნივერსალური ვარ მეთქი და ორივე რა, მართლა? ორივე ძალიან ახლოს არის. ყველანაირი ჟანრი მიყვარს, რაც კარგი ხარისხიანი, გემოვნებიანი, უგემოვნო შეიძლება იყოს, შეიძლება მომწონდეს, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი. ეხლა არ მითხრა ინდურ კინოებსაც უყურებ. არა, ინდურ ფილმებს არ უყურებ. არ უყურებ. კარგი. მე-9 კლასში უკვე დაიწყეს სერიოზულად ოპერატორობა. რას იღებდი? მინდოდა ძალიან რომ კარგი ესეთი კვალიფიციური ოპერატორი ყოფილიყავი, მომწონდა ეს პროფესია, მიყვარს დღემდე ეს პროფესია. და ნუ კურსებიც რა თქმა უნდა შესაბამისად ტელევიზიაში გავიარე, იყო კურსები მაშინ. გავიარე დიპლომიანი სხვათა შორის. მაგრამ ეს ის პერიოდი, როდესაც შენ გადაწყვიტე რომ თეატრალურზე ჩააბარო და გახდე მსახიობი, ხომ სწორია? კი ბატონო. და ჩააბარე კიდევაც, ხო? კი ბატონო. ადვილად? იცი რა არის? არ ვიცი ადვილად ჩავაბარე თუ არ ჩავაბარე. მე ვფიქრობ ისეთ რეჟისორთან მომიწია მოხვედრა რომ მე ვფიქრობ რომ ადვილად ჩავაბარე, იმიტომ რომ ამ ბატონ შალვა გაწერილიასთან მქონდა ბედნიერება ყოფილიყავ, ესე ადვილად ვერ ხვდებიან და მარტივად ამ ადამიანთან. მახოს კი გაუმართლა მოხვდა ბატონ შალვა გაწერილია ჯგუფში, მაგრამ მან ამ ყველაფერზე უარი თქვა და თეატრალური მიატოვა. რატო? თავიდან რო დავიწყო მანსანკანს თამაშობდი, მანსანკანიდან მოხვდი შაბათის შოუ იყო ახალი დაწყებული 2005 წელს. ტელევიზია, ისევ ტელევიზია. ტელევიზიიდან შემდეგ სამთოში დავტოვე ტელევიზია და წავედი იმიტომ რომ ჩავაბარე უნივერსიტეტში. დაახლოებით 2 წელი, მე-3 წელი, ნუ აი აქტიურად ისე მივდიოდი ბატონი შალვა ინდივიდუალურად მიტარებდა რეპეტიციებს და შენთვის პირადად. ხო, აი ესეთი საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა და ძალიან წყდებოდა გული რომ თან ფინანსური ამბავი იყო, ხელფასზე საუბარი საკმაოდ სოლიდურ თანხაზე იმ დროისთვის, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ფასიანზე ვსწავლობდი, მიჭირდა გადახდა სიტყვაზე ვთქვათ რაღაც პერიოდში ამ თანხის დამოუკიდებლად ცხოვრობდი უკვე იმ პერიოდში და ოჯახსაც არ ვაწუხებდი, მაგრამ თუმცა ოჯახი ძალიან მეხმარებოდა. დიდ სცენაზე თუ მდგარ ხარ? დიდ სცენაზე მქონდა ბედნიერება და რუსთაველის სცენაზე ვითამაშე ორჯერ სპექტაკლი. კომედიური პერსონაჟები. კომედიური პერსონაჟები მომიწია ძირითადად რომ მეთამაშა და აწივ ვაპირებ რომ თუ ოდესმე ვინმე თეატრში შემომთავაზებს როლს ამ ფილმში არ ვითამაშო კომედიური ჟანრის შეძლებ დრამატული როლი. იცი რა მინდა რომ ვითამაშო. მე ვფიქრობ ბატონმა შალვამ მოახერხა იმდენი ჩემთვის ესწავლებინა ის ელემენტარული ის რაღაცა პროფესიისადმი იმდენად სიყვარული რომ მე ეს ყველაფერი შევძლო თუნდაც თეატრში, თუნდაც კინოში რომ ვითამაშო. ჩემთვისაც საინტერესოა გამოწვევა, იმიტომ რომ 15 წელია ადამიანები საზოგადოება მიცნობს კომიკური როლებით და ძალიან მაინტერესებს მე თვითონაც პროფესიულად როგორ გამომივა ეს ყველაფერი. თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების შემდეგ დაიწყო ვახოს დამოუკიდებელი ცხოვრება და მსახიობობასთან ერთად ის ქალაქის მეზობეც გახდა. ეს რანაირად? რაღაც მერის პროექტი იყო მახსოვს, გამოცხადდა რომ დავალაგოთ ჩვენი ქალაქი თუ რაღაც ესეთი ამბავი იყო, ძალიან თბილად შეფუთული, ლამაზად თან იმდროინდელი რაღაცა ის იყო, რომ ფინანსურადაც ანაზღაურებადი იყო ეს შრომა, გავწევრიანდი ამ ბავში და მომიწია რამოდენიმე კარგ ადამიანთან ერთად საბურთალოს რაიონის დაალაგება. კარგი, მოდი ვნახოთ ამ თემის სამასლარიანი კითხვა. რა უჭირავს ხელში ფიროსმანის მეზოვეს? რა უჭირავს ფიროსმანის მეზოვეს და ჯოხი უჭირავს ფიროსმანის მეზოვეს? მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. ხო, ცოცხი არ უჭირავს. მართალი ხარ, იცოდი რომ ცოცხი არ ეჭირა, ხო? რა თქმა უნდა. საიდან იცოდი? მიყვარს ძალიან მხატვრობა, მიყვარს ნიკოს შემოქმედებაც და ძალიან კარგად ვიცნობ ნიკოს შემოქმედებასაც. შენ გაიხარე, შენ მოიგე 60 ლარი. მადლობა. ჯამში გაქვს 900 ლარი. მოდი წინ წავიწიო, დააჭირე რილაქსი. დავიწეთ.
ვახო აგერ უკვე 10 წელია მეუღლესთან სოფო რევიასთან ერთად ცხოვრობს. საინტერესოა როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი და როგორ მოიგო მისი გული ვახო. სოფოს ვიცნობ თეატრალური უნივერსიტეტიდან, მეგობრობდით მე და სოფო რა თქმა უნდა, მეგობრობდით რა ესე დიდი მეგობრობა არ მქონდა, მაგრამ კარგი ნაცნობობა მქონდა, ვიცოდით რომ ერთი უნივერსიტეტში ვსწავლობდით, ჩვენ საერთო სამეგობრო წრე ყავდა ძალიან დიდი მისი ჯგუფელებიც ასე შემდეგ და ძალიან ხშირად გვიწევდა ყოფნა მაგალითად სწავლის პერიოდში სხვადასხვა სიტუაციებში ძირითადად თეატრალურ უნივერსიტეტში სოფოც ერთ-ერთი მათგანი იყო რომელსაც ხვდებოდი გამარჯობა როგორ ხარ მეგობარო ხუჭუჭა ჩემნაირო რა შვები რა ვახარ ესეთი შეხვედრები ქონდა ხოლმე ხუჭუჭა ჩემნაირო რაღაცა ერთნაირი მეც ხუჭი ხოლთ მithიღავი რაღაცა ესე მისავნება ქონდა ხოლმე ძირითადად კიბეებზე გვიწევდა კიბეებზე და როგორ გადაიზარდა თქვენი მეგობრობა უკვე სიყვარულში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი იყო გასული ჩემმა მეგობარმა ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა და რეკლამა გადაიღო და ამ რეკლამაში გადაიღეს სოფოც და დამირეკა რომ მსახიობები მყავსო ბანკეტივით რაღაც ესეთი ის ქონდათ სუფრა და მყავსო შეკრებილო და მოდიო ძალიან გამიხარდებოდა რომ მოვედი სოფო ნახე და სოფოს ვიცნობდი რა თქმა უნდა ხუჭუჭა ჩემნაირო მივესალმეთ ერთმანეთს და ნუ იმის მერე რაღაცა წავიდა ძალიან ვაჟკაცი ბიჭი ყოფილხარ როგორც იცი მშობიარობასაც კი დაესწარი კი ორივე მშობიარობას დავესწარი მერე ბევრი კაცი რო ვერ ბედავს ამას იმდენად იცი რა პირველ როდესაც სოფო აჩენდა ბავშვ პირველ მშობიარობაზე ძალიან ნერვიულობდი რა თქმა უნდა და მქონდა სურვილი ისიც რომ რაღაცნაირად ამერიდებინე ეს თავიდან მაგრამ ისეთი რთული პერიოდი მქონდა გავლილი ერთად რომ ამ ნაყოფის შენარჩუნებასთან ანდრიას პავლინებასთან ძალიან დიდი რა ბევრ რამე უკავშირდებოდა და გვინდოდა რომ ამ ყველაფერმა განაპირობა ეს მხარდაჭერა რომ სოფოს გვერდით ყოფილიყავი და რაღაცა ერთად და მეორეზე უკვე სიამოვნებით იმიტომ რომ პირველზე განვიცადე რა სიხარულიც არის მეორეზე უკვე პროფესიონალიზე შეხვედი ხო მართალია რომ იყო რაღაცა მომენტი თქვენ ცხოვრებაში როდესაც შენ და სოფო სასწაულებრივად გადავურჩით სიკვდილს კი ბატონო იყო ესეთი შემთხვევა აი გაზმა გაჟონა სახში მაშინ ახალი შეუღლებულები ვიყავი ცხოვრობდით ნაქირავი ბინაში სადაც გააპარა რაღაცა ცეომ ეგრეთ წოდებულ ცეომ რომელმაც ვერ გავიგეთ ისე ვიწამლებოდით და როგორ გაიგეთ აბა როგორ მოხვედით ცუდად გავხდით ორივე ეტაპობრივად რა სოფო გახდა ჯერ მე დამეძინა იქვე ტელევიზორთან სოფო აბაზანაში შევიდა საბანაოდ და აბაზანაში გახდა ცუდად და შემდეგ აქედან რომ გამოვედით რაღაცა ესე ვიყავით ორივე დავწექით სოფოთ მას იშრობდა უვარდებოდა ხელიდან ესენი აი მოკლედ ესეთი სიტუაცია იყო და გულმა დამიწყო რაღაცა ძალიან აჩქარება ისე რომ არ ველოდებოდი ნამდვილად და უთხრა რომ წამალ დამოშვიდებელი თუ გვაქვს რამე მომიტანეთ ხო და სოფო მითხრა ვერ ვდგები არ შემიძლია ძალა არ მაქვსო მეც ხვდებოდი რომ ძალა არ მქონდა ვერ ვდგებოდი და მე ყურში ძალიან ესეთი რაღაც გამაყრუებული წუილი მესმოდა ვკითხე რომ სოფო შენ თუ გესმოდა გესმის ეს წუილი თუ და კი მესმის და გარედან შემოდისო და აქ მივხვდი რომ გარედან არ შემოდიოდა ეს წული და კიდე თხოვე დაჟინებით რომ ამდღარიყო და მოაეტანა და როგორც იქნა მოახერხა სოფო მადგომა ფეხმძიმე იყო 3 თვის და ნუ აი მაშინ გადავარდა საწოლიდან და დაკარგა გონება და მაშინ მივხვდი რომ უნდა მომეკრება ძალა და დავხვარებოდი და როგორც იქნა რაკენ მივახწია აივნის კარებამდე რომ აივნის კარები გამოვაღე და რო გამოაღე ეგრევე კარგად გახდით? არა ეგრევე კარგად არ გავხდით სოფო უგონოთ იყო იატაკზე მე მოვედი ცოტა აზზე და დაუძახე მეზობლებს რომ კარის მეზობლებს რომ სასწრაფო გამოეძახათ რა მომენტში მივხვდი რომ შეიძლება გაზისგან იწამლებოდით? იცი რა ორივეს ერთნაირი სიმპტომები რო ქონდა ვითიშებოდით რაღაცა ძალიან აქტუალური იყო მაშინ ძალიან ხშირად აცხადებდნენ ტელევიზიითაც რომ აფეთქდა გააჟონვა მოხდა და სულ ქონდა ეს შიში ამ გაზის და ეხლაც დღემდე ისევა რომ ძალიან არ არსებობს რომ უსაფრთხოების ის არ იყოს რაღაცა დაცული აქ ხრი რომ ყოველ შემთხვევაში ელემენტარული ფანჯარა მაინც არის ღია რომ არ დაგროვდეს რა ეს მეზობლებს თუ დაუძახე მე რა კარის მეზობლებმა გამოიძახა სასწრაფო და სასწრაფომ გადაგვიყვანა ჩემი ჯვარეც მოვიდა მაშინ ზაზა რომელმაც გადაგვიყვანა რესპუბლიკურ სამოწყობოში გადასხმებზე აქ ნერვიულობდით რომ ნაყოფის შენარჩუნებაზე იყო საუბარი თან დილით ვიყავით ერთ-ერთ გადაცემაში დილის გადაცემაში ერთად სტუმრად და ისე მოხდა რომ მე მაინც წავედი არ ჩაუგდე ეთერი ამ ჩემს მეგობრებს მივედი ტელევიზიაში და ჩქარა ვაკეთებინებდი გადასხმებს რომ
ეთერი არ ჩამეგდო. როგორი პასუხისგებლიანი ყოფილიყარ? სახში როგორ აქვს გადანაწილებული ფუნქციები? იცი რა, ესე დადგენილი არ არის, მაგრამ უბრალოდ შეძლების და გვარად ძირითადად ფინანსთა სამინისტროში მე მუშაობდი, სოფოც ხშირად მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში და ფინანსთა სამინისტროს ეძახი ფული შოვნას? და ხან ისე გვიწევს, ხან ესე და ძირითადად მაინც მე მუშაობ სამსახურში და სოფოს უწევს ბავშვები და ოჯახი. მაგრამ შეიძლება შენ გიხილოთ წინსაფრით სამზარეულოში ან თუნდაც მტვერს სასრუტით ხელში? კი, რა თქმა უნდა. ხო რა? აუცილებლად. წინსაფარიც მაქვს, კერძებსაც ჩემ ფანტაზიით რაღაცებს ვამზადებ. ცოცხლიც დამიჭერია. კი ბატონო. აი ბავშვების მოვლა პატარები რო იყვნენ საფენის გამოცვლა, საჭმლის გაკეთება ბავშვისთვის. იცი, სისტემატიური სახე ამას არ ქონია არასოდეს, იმიტომ რომ არ ვარ სახში ის დრო, მაგრამ როდესაც ყოფილვარ და ოჯახს ერთად დაგვისვენი, ან ერთად ყოფილვართ მეც, ჩემი შვილებიც და სოფოც, რა თქმა უნდა, მსგავს რაღაცებში მე მიღია მონაწილეობა საფენის გამომიცვლია და ასე. დღეს სოფო რევია ჩვენი სტუმარია. გამარჯობა დედა რა ლამაზი გოგო მოგიყვანე მადლობად ხუჭუჭა ლამაზი კარგი ძნელია იყო ბახოს მეუღლე ბახო ვარსკვლავისა საკმაოდ ანუ რატომ ხშირად მეკითხებიან ხოლმე სახშიც ესეთია ხო და კაი არ დაგისვე კითხვა ხო და აი მე რა კაია ანუ ვერ იქნება ეხა სახშიც ესეთი ხო ვერანაირად ხო და ნუ შესაბამისად მთელი დღე რო ესეთია მე სახში ესეთი მოდის და დამძიმებული კი ამიტომაც ზოგადად ისეთია ქვეყანაშიც იმაში რაღაცა სულ ისეთი მივდიო დასტრესილი დაღლილი დასტრესილი აბარა კაცო რაღაცნაირად ისე ვარ ხოლმე და ხომ არ ჩხუბობთ ისმის თქვენი საყი და ჩხუბი წყვა ისმის შეჩხუბობ ახო იცი ძირითადად მე რაზე ჩხუბობ აი არ კაცმა ჯაჯღანებ ხო რა ნუ შეიძლება ეს არა რაღაცა ისეთი გლობალური ხაშლამას მარილი აკლია მაგალითად არა ეს ჩხუბები არ მაქვს საჭმელი რატო არ არის სახში და ეს რაღაცა არ ჩხუბობ მაგრამ აბა აი ყოფით რაღაცებზე შეიძლება რაღაცებზე მოგვიწევს კამათ იმიტომ რომ სოფოც თავისებური ხასიათის მატარებელი სულ რაღაცას აი სოფომ თქვა მე ხა მჭირდება თანხები უნდა გავიკეთო ბიორევიტალიზაცია აუ აი ეხლა მჭირდება სხვათა შორის აი ხა ჭირდება და შენ ამაზე შეიძლება იჩხუბო ხო და რა ჭირდება ბიორევიტალიზაცია თუ თანხები ეს მაგავარ ბიორევიტალიზაცია ჭირდება თანხები ვახო ხო და თანხაზე მე რაში ვარ საჭირო ეს არის გასარკვევი და მე შენ ხარ ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელი და შენ უნდა დაუფინანსო ბიორევიტალიზაცია შენს მეუღლეს რომ ის კიდევ უფრო ლამაზი იყოს სიამოვნებით ხო მაგრამ უფრო არ ჭირდება ჯერ არის ეხლა მე თვითონ ვიფინანსებ ჩემ ბიორევიტალიზაციას იმიტომ რომ ვახოს თავის თავზე აქვს აღებული ყველაფერი საოჯახო შესაბამისად ის ჩემი რაღაცა გამომუშავებული თანხა რაც მე მაქვს არის ჩემი ყველაზე კარგი ის არის ჩემო ძვირფასებო რომ თქვენი სამსახური არის ერთი ჭერის ქვეშ თქვენ ორივე მუშაობთ რუსთავი 2-ში. შენ ხარ ჟურნალისტი, შენ ხარ კომედი ჯგუფის ერთ-ერთი წამყვანი, არ ვიცი, მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი, ყველაფერი ერთად. სამსახურში როგორი დამოკიდებული? თუ სამსახურში ხდებით, უბიჭი ხდებით ერთმანეთს? აჰა, კარგი. სამზარეულოში ხდებით ერთმანეთს. მეპატიჟებით კვებაზე. ებატიჟება. კი, სადილზე მეპატიჟება ხომ. და ბავშვები ამ დროს არ არიან. იცი რა არის? და ეხლა მე ერთად ვიდა ვისარგებლო. ძალიან საყვარელი ძიძა ყავდა. რაღაც რთული პერიოდში მოხდა ისე რომ რაღაც საქმე გამოუჩნდა და აღარ ცალია ჩვენთვის და მინდა რომ მივმარტო ეს ერთ რომ თუ შეიძლება რომ აუ რა. დაგვიბრუნდეს ჩვენი საყვარელი ძიძა, იმიტომ რომ ძირითადად ეხლა ბებიასთან კაპიტონ ლია ჩაჩხიანის საყვარელი კალბატონი, რომელიც არის სოფოს ბებია, ჩვენ ცხოვრობდით მასთან რამოდენიმე წელი, ისე მოხდა რომ ანდრიას გაზდაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, ეხლა ნიკოლოზის გაზდაშიც და ვუტოვებთ ხოლმე ჩვენი რეჟიმიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან გვინდა რომ ძიძა დაგვიბრუნდეს. და არის შანსი რომ დაბრუნდეს? იმედებს არ ვიწურავ და ველოდებით. ქალბატონოლალი დაბრუნდით, გეხვეწებით, ძალიან გთხოვთ, დაბრუნდით. მეტი რა გავაკეთე? ძალიან დიდი მადლობაა. როგორც ვიცი, ვახო სიურპრიზების გაკეთება უყვარს. რა სიურპრიზი გაგიკეთა? ყველაზე მაგარი სიურპრიზი რა იყო ვახოსგან? ყველაზე მაგარი ალბათ პარიზის ბილეთები რო გამოაგზავნა, თან მაშინ რაღაცა ძალიან ისეთი იყო შორეული ეს პარიზი, ეხლა ვიზები რო გაიხსნა და სავიზო რეჟიმი და ყველა რომ წავიდა და რაღაცა უფრო მაშინ იყო რაღაცა ისეთი ძალიან
შთამბეჭდავი იყო. ერთად წახვედით? არა. მე და ჩემს მეგობარს გვიყიდა ბილეთები. ბიჭო, პარიზი სიყვარულის ქალაქია. მეგობართან ერთად. მე ერთადაც წავედით, მაგრამ პირველი ის იყო რომ მეგობართან წასული. კარგი. კარგი, კიდევ ერთი სურპრიზი იყო შოქში რომ ჩაგაგდო ისეთი. რა იყო? მე ვიცი და თქვენ არ გახსოვთ? მანქანა რო გადააკეთა? მანქანა რატო გადააკეთა? არ ვიცი. მანქანა რატო გადააკეთება? რატო გადააკეთება ხო? კარგი, გეტყვით გულწრფელად სიმართლე. ძალიან მინდოდა რომ ახალი მანქანა შეფეძინა სოფოსთვის, მაგრამ არ მქონდა საშუალება ამ პერიოდში და გავაფერა. და გადაღებე. გადავღებე კი არა, გადავაკარით ფირი და რაღაცა ესეთი პროვოკაციული გამოვიდა. კაი, გამოვიდა. არ არის ეგეთი მანქანა, შავ-თეთრი მანქანა არ დადის. არ დადის, ჭადრაკისებრი მანქანა, არ დადის ქალაქში. აი, როგორი კრეატიული ხარ. კარგი. ვახო და სოფოს ნოემბერში აქვთ ქორწინების 10 წლის თავი. ანუ ვარდის ქორწინება, ამიტომ ჩვენი გადაცემის სახელით მე მინდა თქვენ მოგართვათ ვარდების თაიგული და პატარა სურპრიზიც მოგიწყოთ. ვახანხალა და თრითინა. მინდა რომ როგორი საყვარლები და ლამაზებიც ეხა ხართ, ესე იყოთ 80-ში, 100-ი, 120 წელი კიდე. ვახოს და სოფოს მინდა მიულოცო ქორწინების 10 წლის თავი და აქვე დავიტოვე უფლება იმისა, რომ ერთი 100 წლის განმავლობაში მოგილოცოთ ესეთი ბედნიერი დღეები, ჩემო კარგებო. ვახო ის სიმღერა შენ ჩვენგან, ვახო ვახო ვახუნია, თაგუნია, ჯან. ვახუნა გენაცვალე, ვარდი უეკლოთ ვის მოუკრეფია. გილოცავთ საყვარელო, ძალიან მიყვარხართ. ვახოს და სოფოს ულოცავ ქორწინების 10 წლის იუბილეს. ჯანმრთელობას გისურვებთ, გამრავლებას გისურვებთ, გახარებას და არ ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს. გამრავლებას, გახარებას და ბედნიერებას. ბედნიერებას გისურვებთ კიდე კი. ერთ კომპოზიტორს უთქვამს ვარდები არ არიან და თურმე ყოფილა აგერ აი ხედავ 10 წელი ერთად კიდე გისურვებთ ძალიან დიდი ხანი ერთად ყოფილიყავით თქვენს ვაჟკაცებთან ერთად. ვახო, გილოცავ, ჩემო მეგობარო, ჯანმრთელობა, ბედნიერება, წინსვლა, გახარება და ერთად ყოფნა 100 წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, რა ვიცი, რამდენიც გაგიხარდებათ. ხო ყავთ 2 შვილი. ყავდეთ 10 გამრავლებული. ნამდვილად დაეთანხმე ამ ადამიანს. ასე გაგეგრძელებინოს. ნამდვილად, ჩემო მეგობარო. ნამდვილად, ყველაფერი კარგი ქონდეს ცხოვრებაში. ნამდვილად გეხვეწები, ძალიან მთორო კარგად იყო რა. ჩვენც გაგვიხარდება, ჩვენ, მეც, ამასაც და ძალიან. თქვენი მეგობარი, გადამორჩილი, სიყვარულით ახსავს ადამიანი, ამიტომ. კოც. გილოცავ რა. გილოცავ. 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 ბრავო. მადლობა დიდი ძალიან კარგი სურპრიზი იყო და მადლობა ჩემს მეგობრებს და არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებთანაც ძალიან დიდ დროს ვატარებთ ის მანძილზე. ესეც ვარდები. რაღაცა ისეთი ბუკეტია, რომ პატარა ქორწილი უნდა, რაღაც 10 წლის. პატარა ქორწილი, მაგრამ გადაგდება უკან. კარგი, სოფო, შენ ახლა დარჩი ჩვენთან ერთად, რადგანაც სწორი პასუხი შენ უნდა გითხრა. მე ვიცი, რომ დუბაის ერთ-ერთ რესტორანში შენ და სოფოს ერთი პატარა არც თუ ისე სასიამოვნო ინციდენტი შეგებთხვათ და საბოლოოდ რომანტიკული ვახშამი დიდ აურზაურში გადაიზარდა. გახსოვს თუ არა, რომელ ცნობილ შენობაში მდებარეობდა ეს რესტორანი? ძალიან უცნაური ამბავი დამემართა. გვეცვა დუბაიში ვისვენებდით და მეცვა ნაციონალური დასაცველი მათი. რომელიც ძალიან ტურისტულ მაღაზიებშიც იყიდება ჩვეულებრივად და ერთ-ერთი ტურის დროს, საფარი ტურის დროს იქ შევიძინეთ ოჯახთან ერთად იყო ჩემი მეგობარი და იმანაც იყიდა მეც ვიყიდე და გვაწვია. ჩავიცვით ეს ფორმები. ჩვენ წავედით რესტორანში. სადაც მეცვა ეს ნაციონალური ფორმა და ნუ იქ მოგეხსენებათ მშრალი კანონი ალკოჰოლთან დაკავშირებით, ასე შემდეგაც ღამის 3 საათზე იკეტება ყველანაირი კლუბი და გართობა და ნუ ხდებოდა ისე რომ ალკოჰოლს როგორც ესე ეგრეთ წოდებულს გაწოდებდნენ რაღაც ძალიან კვეთფერ წვენში გაზავებულს. ჩვენ მოგვიწია ამ ალკოჰოლის მიღება, გართობა, ცეკვა, ამბავი ამ ნაციონალური ფორმი და ერთ-ერთი ამ გართობის დროს და ძალიან ესე ვთქვათ აქტიური გართობის დროს გამომელაპარაკა ადამიანი რომ აინტერესებდა ვინ ვიყავი. და მე ვუთხარი რომ ვიყავი ტურისტი.
ჩამოსული როსკა ტურისტი ნაციონალური ფორმით აქ დგეხარ კლუბში იმხობ თავზე ერთობი მოვიდა ჭიქა აიღო მასქნა დასუნა დადო ამ მithumetas ალკოჰოლს მიირთმევ და მოგვივიდა შეგამათება რომელიც აღმოჩნდა ერთ-ერთი შეიხის ძმისშვილი თუ ვიღაცა რომელიც მე დაცვამ გვითხრენ რომ დაცვა ჩაერია შუაში და დაცვამ თქვა რომ თვითონაც თვრალი იქნებოდა ხო აშკარად თვრალი იყო თვითონაც და მოხდა ისე რომ დაცვამ აუხსნა რომ მან არის ამ ყველაფრის მნიშვნელობა იმ გაგებით რომ რაჭრილში ახლა შენეკითხები და ის არის უბრალოდ ტურისტი და ერთობა ძალიან კარგად და არაფერს არ ასჭავებს ნუ ესეთი რაღაცით დავშორდით ერთმანეთს და მაშინ მითხრა დაცვამ რომ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი შეიხის ძმისშვილი თუ ამბავი და ეს ყველაფერი ხდებოდა რესტორანს სანდებარეობდა მე 63 სართულზე ვიყავით რომელი შენობის ბურჯალ არაბი ან ბურჯალ არაბი სწორი პასუხია ბურჯალ არაბი შენ მოიგე 300 ლარი სოფო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენი ვარდის ქორწინებას. ვარდის ქორწინება. მაგარია 10 წელი ერთად. დააჭირება ხო ბოლო თემა დარჩა. ბახო ბიჭიკაშვილი აგერ უკვე 15 წელია რუსთავი 2-ის გუნდის წევრია და ფაქტობრივად კომედი შოუსთან ერთად აიდგა ფეხი. რამდენი რამე დათმე ამ ყველაფრისთვის. სამსახიობო კარიერა, თეატრალური ინსტიტუტი, ბევრი რამე. რადიო მაგნატობა, მარტო რადიო ხო არ? რადიო მაგნატობა. ხომ არ ნანო? არ ნანო, არაფერს ძალიან მიყვარს, ძალიან მომწონს, ვიждები ჩემს სამსახურზე, მიხარია ყოველი დღის გათენება, სამსახურში მოსვლა, თუ არ ვარ ნაბახუსები, რა თქმა უნდა. ეხა ყველა საინტერესებს, როდის და საიდან დაიბადა კასპელი ზაურას პერსონაჟი? ამას ყველა გეკითხება, ვიცი, მაგრამ წარმოშობით ქართლიდან ვარ, როგორც ვახსენეთ და ძალიან ახლოს არის ქართლის თემები ჩემთან. და მაშინ და ეს პერსონაჟი დაიბადა მე ვანო ჯავახიშვილი და მიშა ანდღულაძე საუვანოს წარმოშობაც ქართლიდან აქვს ნახევრად და საუბრობდით მაშინ იმ პერიოდში რაღაც პერსონაჟებზე და ერთ-ერთი პერსონაჟი რესტორანში გავითამაშეთ ეს ჩემი კუთხის პერსონაჟი და უთქვით რომ გაგვეკეთებინა შენა ხო არ გაჟრიალებს გოგო აბა სადგამე ყადა დუბლიო кайკა გიჟი ხო შენა აი მე მაღალი სიცხე მაქვს თამრიკო რა ხო რა ძალიან მაღალი სიცხე მაქვს და მიდი რა ზბრე დუბლიონკა ჩამაცვი მიდი მიდი ხება გამინეიტრალოს ცოტა ჩასუხარ სპეციალურად ამ სოფლებში მოგისმენია ლაპარაკი რომ ზაურასთვის რაღაცები აგეღო? აიცი რა მყავდა მე ესეთი პროტოტიპები რა თქმა უნდა გარშემო სოფელში რა თქმა უნდა ჩავდიოდნენ სანათესაუც ახლობლებიც რაღაცები იყო. აი სპეციალურად თქვათ ჩამწერი დადიოდი. არა არაფერი ჩამწერი იყო ტვინში გონებაში ყოველთვის. ეს ჟიმნი როგორ გადაიბადა? გენაცვალიოთ ჯემე დავით ჟილბერტი მელიტონიზე მებონია იგივე ჟიმნიკო. გადმობძანით რა ჩვენ მაგიდაზე მობძანით აქეთ. არა იცით არის თქვენ რომ გადმოხვიდეთ არ ჯობია? არა კი არ არის პრობლემა без პრობლემ გადმოვიდოდი მაგრამ გავაცმე უკვე ეს კამი სადაც ძივარ აქ და თქვენ რომ გადმოხვიდეთ მეგონი უფრო გაგიგდება ხო? ჟიმნი მებონია დაიბადა ესეც რა თქვა ჩემ ადამ გააკეთა პირველად პაროდია პატარა ვიყავი სხვათა შორის პატარები ვიყავით სამეზობლო საახლობლო მაშინ 90-იანი წლებიდან მოგეხსენებათ კიდევ დევნილებს შევეხებრა ჩამოვიდნენ აფხაზეთიდან და იყო და ბიცოლა მყავდა მაგალითად მყავს სამეგრელოდან მისი სანათესაო სამეზობლო მყავდა მეგრელები მიწევდა შეხება მათთან ამ ყველაფერს ჩემი და იყო უფრო ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს ახმოვანებდა ოჯახში და შემდეგ ამ ყველაფერს მე ვიდეო საშუალებით ვიღებდით სამწუხაროდ ეს ფირი აღარ მაქვს ვეღარ ყვავილობ რომ თორე ძალიან კარგი არქივი მაქვს პირველი ჩემი ვიდეო სკეჩების რომელსაც სახლის პირობებში ვიღებდი მოაკითხვა ჩვენ სამეგრელოს და ჩვენ ქართლს მაყურებელს კარგად ახსოვს ვახოსა და ნიკ არაბიძეს დუეტი ბუთქუნა და თამაზა ნახავდა ვინმესთან შეხვდები ამ ხელა საბერძნეთში სადგეძებო ვერ ხვდები დაღლილი თვალები შენს ნახვას ელიან გამახსენდები და მეწყება სიხედელია მართალია ეს დუეტი დაიშალა არ დაშლა უბრალოდ ნიკა დიდი კაცი გახდა ეხლა აღარ ცალია მაგრამ ჩანაცვლა ახალი ვახო ბიჭიკაშვილი და ამიკო ჩოხარაძეს დუეტით ამიკო დღეს ჩვენი სტუმარია ამიკო უნიჭიერესო გთხოვ
როგორ ახარ გამარჯობა ამიკო როგორ ახარ დავიკავებ მოგესალმებია ამიკო სალომე სალომე თქვენ ჯერჯერობით ჩაწერათ ორი სიმღერა და რამდენადაც ვიცი ინტერნეტ სივრცე წაიღო რაღაც 2 მილიონამდე ნახვა ხო? კი ერთ-ერთს აქვს 1,5 მილიონი და მილიონზე ნაკლები არც ერთს არა სამი სიმღერა ჩავწერთ ერთი უძრაობა ქალაქში გავაკეთეთ პაროდია უძრაობა ქალაქში მირანდა და ვინ წერს ამ სიმღერებს ამიკო? ვინ არის სიმღერის ავტორის მუსიკა? ისევ ჩვენ, ისევ იგივე გუნდი მუშაობს ამ არაჩვეულებრივ სიმღერებზე, კლიპებზე, სკეჩებზე, არაბიძის შოუზე და ასე შემდეგ. ერთი და იგივე გუნდი მუშაობს და მე მგონი საკმაოდ წარმატებულად, არა მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში. სატელევიზიო რეიტინგებითაც შეგვიძლია დავიკვეხნოთ. კი ბატონო, სახელი რატო არა გაქვთ ჯერჯერობით? სახელი არა გვაქვს? აი მაგაზე აი დუეტს არ აქვს სახელი. რამდენი ხანია დუეტი ვარ სახელი არა გვაქვს. არ ვიფიქრია. არ ვიფიქრია. ანუ ამ ხელ ამბიციები არ გქონია ჯერ. მოდი ერთად მოვიფიქროთ. კი ბატონო. ანუ ვახო და ამიკო. ვახიკო. ვახიკო. აი ვახიკო კაია. ჟანრი ხომ არ შეგიცვლიათ? ანუ იგივე ჟანრია რა წინა დუეტებში ხო? კი, ჟანრი არის ძირითადად ცოტა გავათამაშოთ. სამხიარულო უფრო ისქანით ახლა რა, ძირითადად მე და ნიკა შემთხვევაში უფრო ცოტა ფანოღურ ამბავში სიმღერებში მიდიოდ, მაგრამ ესეც იგივე ელემენტებით არის, მაგრამ ცოტა გასვეწკებულია ამ ყველაფერთან ერთად. ეხლა შევძინე რა. სისვეცკე შეძინე. ახლა თქვენ აქედან ვერ წახვალთ ისე რომ ერთი დუეტი არ შეგვისრულოთ. რა სიტყვით ბიჭებო? დიდი სიამოვნებაა. მაშ ასე სტუდიური პრემიერა სიმღერისა ქუთაისო ჩემო ეძღვნება გაბუნია არა ლაშა გაბუნიას ეძღვნება ლაშა გაბუნიას გაგიცანი პასკაიბუ დაგინახე და გავშრი ასად მინახავს ეგეთი ეულის ხეული ხვეული თმა მოდი ჩემთან პაკაიბუ და სამუდამოდ დარჩი რომ კლავ ჩამესმა სექშენი სურსუტი ბუტბუტი ჩურჩუტი ხმა გაგიცანი პასკაიბუ დაგინახე და გავშრი არსად მინახავს ეგეთი ეულის ხეული ხვეული თმა მოდი ჩემთან პაკაიბუ და სამუდამოდ დარჩი რომ კლავ ჩამესმა სექშენი სურსუტი ბუტბუტი ჩურჩუტი ხმა ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო აუ რამე ვასება როგეხები მიყვარს შენი დაგეშენი სეტერივით ფეხები ჩემთვის ჩვენთვის ხო იცი პატრიოსნება ის თავარ რა ეგი მაგი კაბათუ კამარ დაგიცანი პასკაიბუ დაგინახე და გავშრი არსად მინახავს ეგეთი ეულის ხეული ხვეული თმა მოდი ჩემთან პაკაიბუ და სამუდამოდ დარჩი რომ კლავ ჩამესმა სექშენი სურსუტი ბუტბუტი ჩურჩუტი ხმა ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო აცი შეროგინეს აგაცანა მაგდენ მერე ღამით სამა გოგო იქანაც მოშარდენ მე ხომ მუდამ რომი ყურე გვერდში მიდგას უბნელების ამალი ჩუმად კეთხვი მიყვარხარ შეჯემა დაგიცანი პასკაიბუ დაგინახე და გავშრი ასად მინახავს ეგეთი ეულის ხეული ხვეული თმა მოდი ჩემთან პაკაიბუ და სამუდამოდ დარჩი რომ კლავ ჩამესმა სექშენი სურსუტი ბუტბუტი ჩურჩუტი ხმა დაგიცანი პასკაიბუ მოდი ჩემთან პაკაიბუ დაგიცანი პასკაიბუ მოდი ჩემთან პაკაიბუ დაგიცანი პასკაიბუ რაუნა გოგო შენს მას
აუ გლაზოვში სანამაზი. გაგიცანი პასკაიპუ. მოგწონს ახლა მამაკიაში. მამაკიაში. რომ გავჩამეს მას ექშენი სურსუტი ბუტბუტი ჩურჩუტი ხმა. გაგიცანი პასკაიპუ. დაგინახე და გავშვი. არსად მინახავს ეგეთი ეულის ხეული ხვეული თმა. მოდი ჩემთან პასკაიპუ. დასამუდამოდ გარჩი. რომ გავჩამეს მას ექშენი სურსუტი ბუტბუტი ჩურჩუტი ხმა. ბრავო! ბრავო! ეს აი წეღა რო ამბობდით რომ მილიონი ნახვაო, აი ისე ყოფილიყოს რომ $1,000,000-ზე ნაკლები არ ქონოდეთ ანგარიშზე რა. არჩენ და არჩენ. მადლობა ამიკო, მადლობა რომ დიდი მადლობა თქვენ. მადლობა ამიკო, კარგად. აი ახლა კი დადგა ბოლო კითხვის დრო. კი ბატონო. სიმღერა ქუთაისო ჩემოს უკავშირდება ეს კითხვა. ამ სიმღერაზე გადაღებულ კლიპში თქვენი მუზა არის უმშვენიერესი ნინი, რომელიც ამავდროულად ჩვენი თანამშრომელია. იცით თუ არა რამდენია ნინის სიმაღლე? ახლა დააკვირდი, ნინის კაიგძელი ფეხები აქვს? არა, მე ვიცი რა სიმაღლეც არის ნინი. იმიტომ რომ ამაზე ყოველთვის ჩვენ სამეგობროში რაღაცა 1-2 მოგვიწია ხუმრობები და ამაზეც ვიღლიცინეთ. ჩვენ ხო იცი მამაკაცების გარემოსოში უწევს ნინის მუშაობა და ეს რაღაცებს ხანდახან ვღლიცინებთ ხოლმე ერთ-ერთ ღლიცინის დროს გავიმხილა მან მისი სიმაღლე და ვიცი რა სიმაღლეც არის. ამ სიმაღლეა. და მოვიგებ მაგ სამასლარს. აბა მიდი ამ სიმაღლეა. 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი. ჩაწყობილია. არა? მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. კლიპი ქუთაისზე, რომელიც შევასრულეთ მე, ვახო ბიჭიკაშვილმა, ამიკო ჩოხარაძემ და ლაშა გაბუნიამ. ძალიან ბევრი გამომეხმაურა პირადად მე, დაინტერესა თუ რამდენი იყო ჩემი სიმაღლე. და მინდა ხმამაღლა თქვა. ჩემი სიმაღლე არის 1.70 მ. აბსოლუტურად სწორი პასუხია, ნინის სიმაღლეა 1.70 მ, ნინის აქვს ფანტასტიკური, იცი რა, წყობა. მაგრამ უფრო მაღალი ჩანს. მადლობა ნინის სიმაღლემ რომ მომაგებინა 300 ლარი. 300 ლარი და ჯამში გაქვს 1500 ლარი. მაგრამ დაგვრჩა ერთი მთავარი თემა, რომელზედაც არ გვისაუბრია. რეკლამის შემდეგ დავბრუნდები და შევეცდები გავარკვიოთ, რომელმა უახლოესმა ადამიანმა ატკინა გული ჩემს მხიარულ სტუმარს და მის ზურგს უკან საშინელი ინტრიგა ჩახვდა. ვახო, ჩემო ძვირფასო, ძალიან საინტერესო, უამრავი რაღაც გეგმები გაქვს თავში შენ, ამ შენ ხუჭუჭა თმაში, ჯაყლართული, კარგად გაიარა ჩვენმა დრომ, შენი მეუღლეც გავიცანით, სტუდიური პრემიერაც გქონდა კლიპისა, სიმღერისა. მოკლედ, შენ მოიგი 1500 ლარი და შენ შეგიძლია ამ 1500 ლარს დაამატო კიდევ 5000 ლარი, თუ კი გვეტყვი და გაგვიმხელ იმ პიროვნების სახელსა და გვარს, რომელიც ამ კონვერტში წერია. ვახო, გახსენი კონვერტი. მაყურებელს ვეთქვი, რომ რამდენიმე წლის წინ ჩემს სტუმარს ჰქონდა შემოთავაზება წაიყვანა ერთ-ერთი საღამო, საიდანაც საკმაოდ სოლიდურ თანხას მიიღებდა. მიდიოდა მოლაპარაკებები. ამ მოლაპარაკებების პროცესში აქტიურობდა ვახოს ახლო მეგობარი, რომელიც ცდილობდა მის დაყოლიებას უარი ეთქვა ამ შემოთავაზებაზე. და დაითანხმა კიდეც. სწორად გვაქვს ამ ადამიანის სახელი და გვარი? კი, სწორად გაქვთ. კი ბატონო, იყო ესეთი შემთხვევაც, იცი რა არის, ჩვენ სფეროში ზოგადად ია რო ვთქვათ, ხელოვანი ადამიანების ცხოვრებაში ხდება და მომხდარა ძალიან ბევრი ინტრიგა, სკანდალიც, დაპირისპირებაც, შუღლიც, ბოროტებაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე არ ვთვლი, რომ ამ ყველაფრის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ რაღაც მომენტში გავხდი. გითხარი რა? იცი რა, ერთ-ერთი დიდი ღონისძიება იგეგმებოდა, სადაც მე უნდა წამეყვანა ეს საღამო, გავდიოდი კონსულტაციებს, თითქმის ყველაფერი მქონდა ყველაფერი შეთანხმებული. ну ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც აღმოჩნდა, რომ მეუბნეოდა, რომ არ იყო ამ ყველაფერს ჩართული, შემდეგ რა თქმა უნდა მეუბნეოდა, რომ ვისთანაც ახლა მე ურთიერთობ, ისინი არიან
არიან გადამგრევი ადამიანები. საბოლოო ჯამში მოხდა ისე, რომ გაიმარჯვა რაღაცა საშინელმა ინტრიგამ და ჩემი ადგილი დაიკავა მან. მან წაიყვანა ეს საღამო შენს ნაცვლად. კი ბატონო. ძალიან ცნობილი ადამიანი, მსახიობი, ჩემი მეგობარი, ყოფილი რა თქმა უნდა. კოლეგა. დღესდღეობითაც, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენ ახლა ჩვენი საერთო გზები, აღარ არის ისე მნიშვნელოვანი საინტერესო ერთად გავატაროთ კიდევ მომავალ დარჩენილი დრო. მაგრამ შენ გინდა თქვა, რომ ეს ადამიანი ახლა ერთჯერ ქვეშ ხართ? აქ რუსთავიორში? იცი რა, არ მინდა საერთოდ ამ თემას საუბარი, იმიტომ რომ რავტოებ საიდუმლოდ არც კონვერტს გავხსნი, დავწვა. არ გახსნი? არ გავხსნი, ნამდვილად, იმიტომ რომ კარგი. წარმატებებს უსურვებ იმ ადამიანს ყველაფერში, საქმეში, უბრალოდ ვეთქვი, რომ უფრო მეტი გულწრფელობა გქონდეს ამ ცხოვრებაში. კი ბატონო, რა რეაქცია მოყვა შენგან ამ ამბავს? იცი რა არის, უბრალოდ ძალიან მეწყინა. უთხარი? რა თქმა უნდა, უთხარით, უთხარი და აღარც მომისმინა მისი პასუხი რა. მე ჩემი სათქმელი უთხარი შენ რამე დაგაკლდა იმით, რომ ამ კონცერტზე არ იყავი და ვერ წაიყვანე? არა, მე დამაგლა უბრალოდ, იცი რა, იმდენად სიტუაცია, იმდენად შეფუთული იყო, იმდენად კონტაქტი მქონდა ამ ადამიანთან ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ არც კი წარმომედგინა, რომ მსგავსნობის მაგალითად გადადგა. როგორ მაინტერესებს ვინ არის დაწვი ეს კონვერტი? დაწვი. წარმატებებს ვინ არის? უსურვებ იმ ადამიანს. აუ, როგორ მაინტერესებს ვინ არის? გადაცემის მერე მეტყვი? გადაცემის მერე გეტყვი. კაი, ჯიგარი ხარ. სამწუხაროდ არიან ეგეთი ადამიანები ჩვენს გარშემო, რომლებიც ასე ბოროტოდ იყენებენ ჩვენს მეგობრობას და ნდობას. კაი, კითხვა უნდა ჩაგედოთ და გავხსნენდი რა, 5000 ლარი ხა ესეთ დასაგარგია ვერ გავა. აი, მილიონს ვერ შემოგთავაზებდი. მილიონს შენ. რა თქმა უნდა, ჩემი რადიო მაგნატი. შენი რადიო მაგნატობით იშოვნი. მილიონზე ნაკლები არ უნდა გედოს ანგარიშს. შენში დევს დიდი პოტენციალი მე შენში ვხედავ მომავალ მილიონერს. ეხლა რაღაც 32 წლის ვარ, რა იყო, ია, გავხდები ეგ რადიო მაგნატი. უი, გახდები, აბარ და მე არ დამევიწყოთი გადაცემა მომენტი, ყველანი რომ მიმაგდებს ბეპერს და არავის რო აღარ მოუნდება ჩემთან ურთიერთობა, ერთი გადაცემა მომენტი რადიოში. გაიხარე, დიდი. მე შენ გემშვიდობები, ეს იყო უმაგრესი ვახო ბიჭიკაშვილი, მე ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის.